ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ნინო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და რასაკვირველია მინდა საუბარი დავიწყო აი ამ ისტორიული შეთანხმებით. ტრამპის როლით ჯერ ერთი რა მოლოდინი გაქვთ თვითონ შეთანხმების მომდევნო ეტაპების შესრულებაზე და შემდეგ უკვე როგორ შეიძლება ეს ყველაფერი აისახოს უკვე რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივაზე, ასე ვთქვათ. მოგესალმებით თამარ, ნამდვილად ისტორიული შეთანხმება, დროული შეთანხმებაც არის, იმიტომ რომ თუ რამე არ ჭირდება ახლა მსოფლიოს არის პარალელური ომები, სადაც განსაკუთრებით ჩვენი მოკავშირეების ყურადღება კიდევ მეტად იწევს შორს ჩვენგან. ამიტომ რა თქმა უნდა ბევრი თვალსაზრისით მისასალმებელია თუ საომარი მოქმედებები შეჩერდება და მინიმუმ რეგიონის ამ ნაწილში მაინც დროებით მშვიდობა დაისადგურებს და იმედია გრძელვადიანი მშვიდობა დაისადგურებს. რასაკვირველია, უნდა დავეთანხმოთ წინამორბედ გამომსვლელს იმაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების როლი გამსაზღვრელი იყო ამ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში. რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. პირველი ის, რომ ისრაელის ხრიდან ომის შეჩერება, გაგრძელება თუ ნებისმიერი ფორმით დროში შენარჩუნება 100% იყო დამოკიდებული ამერიკის მხარდაჭერაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი დამოუკიდებლად, თქვათ, ფინანსურად იმფორმით ვერ ასპარეზებს, როგორც ეს თქვათ, სხვა სუვერენულ სახელმწიფოებს შეუძლიათ, იმიტომ რომ ისრაელი არ მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას. ბევრი თვალსაზრისით, რასაკვირველია, სამხედრო და ასე შემდეგ. იმის თქმა მინდა რომ აქ ეს ბმა ძალიან უშუალოა და პირდაპირია და ვინაიდან ჩვენ შემდგომ პარალელებზე უნდა ვისაუბროთ, ამიტომ უსვავ ამას ხაზს. მეორე ის რომ ასევე რაც წინამორბედმაც ბრძანა სახელმწიფო მეთაურებს შორის არის ძალიან პირდაპირი ღია კომუნიკაცია და საერთო ინტერესები წინა პლანზე. ეს აადვილებს გადაწყვეტის პროცესს, იმიტომ რომ ეს ორი უშუალოდ ჩართული სამშვიდობო პროცესში მონაწილე მხარე ერთ მხარეს დგას და ერთიან პოლიტიკას აწარმოებს. და მესამე და მნიშვნელოვანი ომის წარმოების ბერკეტები და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო სწორედ ნეთანიაჰუ და იყო ისრაელის ხელისუფლება. ან მათ ხელში იყო ბერკეტები და მათ შორის მათზე არსებული ბერკეტების სათავე იყო ვაშინგტონში, ამიტომ ესენი კოორდინირებულად მოქმედებდნენ, საერთო გადაწყვეტილების ფარგლებში მოქმედებდნენ და ამდენად წარმატების პროგნოზირებაც შედარებით უფრო ადვილი იყო და შედეგზე რომ ზუსტად ორივე მოთამაშეს არსებითი როლი აქვს. ამ ტიპის კომუნიკაციამ ამაზე რასაკვირველია საუბარი ზედმეტია. ეხლა და ეს გვაფიქრებინებს იმასაც, რომ რადგან პოლიტიკური ნება ამ ფორმით არსებობს, შემდგომი ეტაპების შესრულებისას სავარაუდოდ არ იქნება ისე მარტივი, როგორც ახლა ეს უცებ წარმოგვიდგენია ხოლმე ფორმალური ხელშეკრულების მიღმა, მაგრამ პოლიტიკური ნების ნიშნები რადგან სახეზეა, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ შემდეგი ეტაპებიც მინიმუმ პროგრესის გზას დაადგება განხორციელების ფაზაში. ეხლა პარალელები რო გავავლოთ და გადმოვინაცვლოთ ჩვენი რეგიონისკენ და რუსეთ-უკრაინის ომისკენ უშუალოდ, აქ ეს სამივე კომპონენტი, რომელიც მე ჩამოვთვალე, სრულიად განსხვავებულად გამოიყურება და არ არსებობს, ხო? რასაკვირველია, ვაშინგტონში ბევრი ბერკეტი არსებობს იმისა, თუ როგორ შეიძლება რუსეთი როგორც სახელმწიფო იმ ფორმით, რა ფორმითაც არის, დასუსტეს, ანუ მათ აქვთ ბევრი ბერკეტი, ხელთრომითაც შეუძლიათ ის დამაფინანსებლები, რომლებიც ვთქვათ რუსეთში სისტემის ნაწილს წარმოადგენენ და ომის სათავეში დგანან, მათ დასუსტებაში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ პირდაპირ ზეგავლენა იმ ფორმით არ არსებობს. ანუ რუსეთს და პუტინს შეუძლიათ ეს ომი სრულიად დამოუკიდებლად აწარმოონ და აწარმოებენ კიდეც. ან ეს არის ომი, რომელიც პუტინმა თავისით წამოიწყო და რომელსაც აქტიურად თუ არ შეაჩერებს დონალდ ტრამპი და კოალიცია, ევროპული კოალიცია და მაშინ
ამ ომის გაგრძელება თავისთავად სრულად ბუნებრივად არის შესაძლებელი დამოუკიდებლად რუსეთის მხრიდან. ახლა სწორედ მნიშვნელოვანია. კი ბატონო, მეორე კომპონენტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ის რომ აქ რაღაც თანხვედრა ინტერესების ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ეს ასე არ არის. ტრამპს უნდა რომ ომი გაჩერდეს და მშვიდობამ დაისადგუროს, ვლადიმერ პუტინის ინტერესში ეს არ შედის. ამიტომ პოლიტიკური ნების კომპონენტი ორივე შემთხვევაში არ არის თანხვედრაში. დასავლეთს უნდა რომ ომი გაჩერდეს, დასავლეთის ინტერესშია ტრამპის მეთაურობით ინტერესშია რომ მშვიდობამ დაისადგუროს რეგიონის ამ ნაწილშიც, მაგრამ ვლადიმერ პუტინის ინტერესში ეს დღეს მდგომარეობით არ არის. ან რუსეთის ინტერესშია რომ ომი გაგრძელდეს მანამ სანამ ან შემაკავებლები იქნება ძალიან ეფექტური რომ მას უკან დაახევინოს, ან იმ პირობებს არ მივა, რომელიც დღეს არის მის ინტერესში. ამიტომ ამ ნაწილშიც ამ მიმართულებით არ უჩვენს ამ კომპონენტშიც განსხვავდება ეს მოცემულობა და შესაბამისად განსხვავდება ის რომ აქ არა ორი პოლიტიკური ლიდერი არის რომელიც საერთო ინტერესში მოქმედებს და შესაბამისად მათ ხელში იქნებოდა ამ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, არამედ ურთიერთგამომრიცხვალ ინტერესებზე ვსაუბრობ და შესაბამისად ეს პროცესი ისე ოპტიმისტურად არ გამოიყურება დღეის მდგომარეობით, ართულებს და პარალელებს პრაქტიკულად გამორიცხავს ახლა ყოველგვარ მოკების გარეშე რომ ვისაუბრებთ პარალელებს ამ შემთხვევაში გამორიცხავს. ხო, ტრამპის როლთან დაკავშირებით ვინაიდან იქ შეასრულა ახლა ამბიციაც ჰქონდა რომ მაგალითად ხო მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მე მეკუთვნისო და აი მაგალითად ღაზას ომთან დაკავშირებით მის როლს ხო, კი ბატონო, გაუსვათ ხაზი და დაუფასოთ, მაგრამ მეორე ნაწილში უკრაინა რუსეთის ომთან დაკავშირებით, რომელიც თავიდანვე მისი ამბიცია იყო, პრეზიდენტობის პირველივე დღეებში ამბობდა ამ ომის დასრულებას, თქვენ ჩამოთვალეთ უკვე ის ფაქტორები, რის გამოც ეს ასე არ ხდება, მაგრამ აი მაგალითად ტომაჰავკების გადაცემასთან დაკავშირებით, როდესაც დაიწყო უკვე ალბათ რეალისტური საუბრები, ხო? ჯერ ერთი რამდენად ახლო პერსპექტივად გესახებათ ეს და ეს არის ის შემაკავებელი ფაქტორი პუტინისთვის, რაზეც თქვენ საუბრობდით უკვე რომ სხვა შემთხვევაში პუტინი ამ ომს უბრალოდ არ დაასრულებს. ხო, ეხლა ვინაიდან მე არა ვარ სამხედრო ექსპერტი, იქ ადგილზე თქვა ძალთა ბალანსი რა ფორმით არსებობს დღეს მდგომარეობით ამის შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ რაც ზედაპირზე ჩანს არის ის რომ აი ეს ფაზა რაღაცნაირად დაღლის პროცესში შეყვანა მხარეების საკმაოდ დროში იწელება, ხო? ამიტომ ასეთი თავისთავადი მოცემულობა არ არის, რომ დღეს რუსეთი უკვე აი ამ დაღლის ეტაპზეა გადასული, სადაც ის ნელ-ნელა გამოიფიტება. შეიძლება ნელ-ნელა იფიტება, მაგრამ არასწრაფად. და იმისთვის, რომ ან სწრაფად გამოიფიტოს, ან პოლიტიკური ზეწოლა იყოს ისეთი ძლიერი, რომ უბრალოდ შეწყვიტოს და დაждდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი პირობები არ დადგება წინა პლანზე, იქამდე ჯერ კიდევ დიდი დრო არის და ეს დრო ასევე გვესმის, რომ ძალიან დროში წელავს არა ომს ფორმალურად, არამედ მათ შორის ძალიან აზიანებს უკრაინის ინტერესებს, დასავლეთის ინტერესებს და ყველა იმ სახელმწიფოს ინტერესს, რომელიც ამ ომის დროულ დასრულებაზე არის პირდაპირ მიბმული, მათ შორის მშვიდობა რეგიონში და მათ შორის ისეთი დიქტატორული რეჟიმები, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმი. ანუ ამ ყველაფერს, რასაც პუტინის არსებობა ამ ფორმით ჯერ კიდევ აძლიერებს, ისინი შესაბამისად დამოკიდებული არიან აი ამ სამშვიდობო პროცესის დროულ მოლაპარაკებაზე და ვიდრე ეს ომი დროში იწელება, ეს პროცესიც ყველგან არის შესაბამისად გაყინული და ყველა მოთამაშე ამაში ვზიანდებით, რომ არაფერი ვთქვათ იმ უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლზე, რომელიც ყოველდღიურად ეწირებიან სწორედ იმას, რომ ომი კიდევ ერთი დღით დიდხანს გრძელდება, ხო? ამდენად, ახლა ჩემი სუბიექტური აზრია, რასაკვირველია, რომ ძალიან მისასალმებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მინიმუმ დამოკიდებულება შეიცვალა პუტინის მიმართ და აღარ არის ის, რაც იყო, თქვათ, იანვარში, ან თებერვალში, როდესაც მას რაღაც გარკვეულ ფორას აძლევდნენ, როცა ის მოლაპარაკების მეორე მხარეს მოიაზრებოდა როგორც პირი, რომელსაც ასევე ინტერესი აქვს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევიდეს, რომ ის კონსტრუქციული მოთამაშე შეიძლება იყოს აი ამ პროცესში, რა ეს ილუზიები, რომ მოიწურა და ახლა რა სხვა ეტაპზეა გადასული ვაშინგტონის პოლიტიკა და კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ძალიან მისასალმებელია, ასევე მისასალმებელია, რომ ის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს უშუალოდ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერის ნაწილში.
მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ვაშინგტონში არსებობს გაცილებით უფრო ძლიერი ბერკეტები იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა იყოს უფრო ეფექტური და უფრო სწრაფი. არა მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც ქვია ბალანსის აღდგენა და უკრაინის გაძლიერება, რასაც ახლა თავისთავად აკეთებენ როგორც ფინანსურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით, არამედ პარალელურად ამ ძალთა ბალანსის ისე შეცვლა, რომ მეორე მხარე სათანადოდ დასუსტდეს იმისთვის, რომ ის მოლაპარაკების მაგიდასთან დაждდეს. პაპი უნდა მივიდეს ამ წერტილამდე. მე ვფიქრობ, რომ ამის ბერკეტები ჯერ კიდევ საკმარისად ეფექტურად არსებობს, რომელიც არ არის ჯერ გამოყენებული. ახლა ეს რატომ ხდება ასე, ამის ანალიზში ჩვენ ვერ შევალთ, შეიძლება კიდევ რაღაც ეტაპები არის გასავლელი, მაგრამ მანდ უნდა მივიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თქვი, ზედმეტად დიდხანს გაიწელება დრო. მოგვეწურა ნინა, მაგრამ ახლა აუცილებლად ჩვენ აი ამ გლობალურ პოლიტიკურ წყობაში, სად არის საქართველო, თქვენ რიგის კონფერენციაზე იყავით ახლა და აი მართლა სადაც თქვენ ახსენებდით საქართველოს აქედან წარმომადგენლები, მე მგონი ქართული ოცნებიდან არც არავინ მიპატიჟებული არ ყოფილა და ამ დროს როგორ ქრება მსოფლიო დღის წესრიგიდან საქართველო, აი ამაზეც რომ მოკლედ. რიგის უსაფრთხოების კონფერენცია მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლობა მონაწილეობს იქ. მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი რაც არის ის, რომ პრაქტიკულად ყველა პანელის გამჭოლი ხაზი იყო რუსეთის ახლებური შეფასება და საერთაშორისო მდგრადობის უზრუნველყოფა არა ინფორმით როგორ დავასუსტოთ მხოლოდ რუსეთი, არამედ ინფორმით როგორ იყოს მსოფლიო მზად იმისთვის, რომ რუსეთმა მომავალში ვერსად ვეღარასდროს შეჭრა ვეღარ გაბედოს და რიგა ამ შემთხვევაში ფრონტის ხაზია, იმიტომ რომ რიგა არის ის სასაზღვრო ქვეყანა, სადაც ნატოს ჯარები არის, ნატოს ჯარები უშუალოდ არის წარმოდგენილი რუსეთის საზღვართან და პირველადი სამიზნე თუ ევროპისკენ გაიწევს გადაწყვეტს, რომ რუსეთმა წინ წაიწიოს, სწორედ იქნება ლატვია და შემდგომ უკვე სხვა ქვეყნები. ამიტომ ის ცნობიერება ძალიან მაღალ დონეზეა ასული, რომ მდგრადობის უზრუნველყოფა არ უნდა იყოს იმაზე დამოკიდებული რუსეთი რაც გადაწყვეტს, არამედ იმაზე დამოკიდებული რუსეთმა ვერაფერი ვერ გადაწყვიტოს და ვერ გაბედოს ვერსად შესვლა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ ხვდებით, რომ ევროპელი პოლიტიკოსები თქვათ ცნობიერების სხვა ეტაპზე არიან, ვიდრე ეს იყო 2014-ში და 2008 წელს. რაც შეეხება საქართველოს კონტექსტს, რა საკვირველია და ჩვენ იქ შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მათ შორის თქვენს კოლეგებთან ბევრი გვესაუბრა. ძალიან დიდი გულისწყეთა არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ვისაც უშუალოდ ესმის პროცესის მნიშვნელობა, ის რომ საქართველო ინფორმით არ არის მსოფლიო ყურადღების ცენტრში, როგორც ის იმსახურებს ევროპული უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი იქ მონაწილეობა, საქართველოს თემატიკის წამოწევა და საქართველოში მიმდინარე პროცესების სწორედ გეოპოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენა და არა მხოლოდ ლოკალურ თვალსაზრისით, სადაც რასაკვირველია მსოფლიო კვერს გვიკრავს იმისთვის, რომ 300-ზე მეტი დღეა ქართველები დაუღალავად და ამხელა რეპრესიების ფონზე ქუჩაში დგანან. ამიტომ ეს ყველაფერი რასაკვირველია, მინიმუმ გრძელვადაში ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. დიდი მადლობა ნინო, უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის. ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი იყო ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარი.